მოგესალმებით, ყველას ეს არის BMG ავტოს რიგით მეხუთე გადაცემა. ჩვენ კი მისი წამყვანები ვართ, ნიკა შელია, ირაკლი წერავა და გიორგი დანელია. დღეს გადაცემაში იხილავთ. გაგაცნობთ რა ავტომობილებს მართავთ BMG ავტოს წამყვანები და რატომ შევაჩერეთ მათზე არჩევანი. ასევე ჩვენ რუბრიკაში რომელ ავტომობილს ირჩევენ ინფლუენსერები, სტუმრად რუსკა ქარქაშაძე გვეყოლება. ავტომობილის ენა. როგორ გთხოვს ავტომობილი დახმარებას? გაგანსხვავება ზამთრის და ზაფხულის საბურავებს შორის. ასევე ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება პროფესიონალი ავტომობილელი მელუდ მელაძე. ასე რომ წინ საინტერესო და სასიამოვნო საღამო გელოდებათ BMG ავტოსთან ერთად. ჩვენ ახლა ვიყოფებით Racing Line-ში, რომელმაც გამოგვიყო და დაგვიწყო თავისი ფართი ჩვენი სტუდიური გადაღებებისთვის, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით Racing Line. დღეს ბიჭებმა გადავწყვიტეთ გადაცემაში გადაგვეღოთ ჩვენი ავტომობილები, თუ რითი მოდრაობთ ყოველდღიურად, რა ავტომობილები ყავს და რატომ. დავიწყოთ შენი ავტომობილით, ნიკა. ჩემი ავტომობილზე ერთი მას ვიტყვი, მეორე არც ესეთი აქვს. და როგორ ვიყიდე ძალიან უცნაური შემთხვევა იყო, აი შემომეყიდა ასე ვთქვათ. სრულებამ ამსწრე. ჩვენ არ ვკითხა, ისე ადგა წავიდა და რაღაც ავტომობილი ვიყიდო და დანოს რაც შეეხება დანოს მანქანის ყიდვის ისტორია ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ ეგონა Nissan Silvia. Honda Integra. არ მეგონა Nissan Silvia, ვიცოდი რა ყიდულობდი და შეიძლება ითქვას, რომ გამიზნული შენაძენია რა. ვიცოდი რისთვის ყიდულობდი და ვიცოდი რას ყიდულობდი, როგორც ირაკლის შემთხვევაში. ირაკლიმ თავიდან მოგონდი ააწყო. მოდი ესე ვთქვა. ჩვენ ეს ავტომობილი წარმოვიყვანეთ ასეთი არ იყო. ხანერი, ხაფერი იყო და არაფერი არ ეყინა. ბუქსირით მოვიყვანეთ სერვისამდე. და შემდეგ დავიწყე დაახლოებით 9 წელიწადში უკვე ისე იყო რომ ტექნიკურად იყო მზად. კი, მაგრამ ძალიან კაი პირველი ნაბიჯების მახსოვს. კი. საჯე ამ ავტომობილის რო გაიარა პირველად მე და შენ ერთად ვიყავით მაშინ. კი. მოდი, ბევრი როა გაგვიგვიდელდეს. ვნახოთ ჩვენს მიერ მომზადებული სიუჟეტი, სადაც მოგიყვებით, რატომ გადავწყვეტეთ ამ ავტომობილების ყოლა. დამოკიდებულება ავტომობილებისადმი, ასე ვთქვათ, სიყვარული ავტომობილებისადმი მოდის ძალიან პატარა ასაკიდან, ყოველთვის მქონდა ეს, ასე ვთქვათ, რაღაც ინტერესი მქონდა ძველი ავტომობილებისადმი, რომლის მართვისაც ძალიან დიდ სიამოვნებას იღებ. სწორედ ესეთი ავტომობილია ჩემთვის Honda. ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, რაღაც ცოტა ჭალებში იუმორით მოიხსენიებს ხოლმე Honda-ს, მაგრამ ამ იუმორში არის, ასე ვთქვათ, რაღაც პატარა ხიბლი, იმიტომ რომ ეს ავტომობილები აი ამ პატარა ძრავებით საკმაოდ დიდ კონკურენციას უწევდნენ დიდძრავიან ავტომობილებს. ჩემი ავტომობილი არის Honda Integra DC1. მეორე ინტეგრა ჩემთვის პირველი ინტეგრა იყო DC2 ტაიპერი. რაც შეეხება ბიჭების ავტომობილებს, ძალიან დიდი ხანია მეგობრობთ, შეიძლება ითქვას, რომ ესე პატარაობიდანვე ერთად მოვდივართ და იყო პერიოდი, როდესაც ერთნაირი მოდელები გვყავდა, სულ ეს Civic-ები. იყო პერიოდი, რომ მე ამ ნაწილებს და რაღაცებს ერთმანეთის მანქანებზე ვაწყობდით ხოლმე, რაღაცებს ტესტავდით და ნუ ძალიან, ასე ვთქვათ, სახალისო და კარგი, ასე ვთქვათ, წლები იყო ეს, როდესაც ცოტა პატარები ვიყავით. მოკლედ, მე და ირაკლიმ ვიცით ხოლმე ავტომობილებზე ძალიან გადაყოლა. ძალიან. ნიკას ეს მიმდინარეობაც მოსწონს, მაგრამ ნიკას უფრო უყვარს ავტომობილის წვალება. და ხშირ შემთხვევაში ნიკას და ნიკას ავტომობილს ერთმანეთთან რაღაც ტოქსიკური ურთიერთობაც აქვთ ხოლმე. არის მომენტები, როდესაც ნიკა ამწარებს და შემდეგ ეს ავტომობილი ფუჭდება და
აი კიცხება უკვე სრული საშინელება, როცა ნიკას ავტომობილი ფუჭდება და საკმაოდ ისეთი ხშირი ფაქტია ხოლმე, რომ ნიკას ავტომობილი ფუჭდება, თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საკმაოდ ისეთი იშვიათი მოდელი აარჩია, რატო აარჩია, დღემდე ვერ ხვდები და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თვითონაც ხანდახან უჭირს ხოლმე მიხვედრა, რატომ აარჩია ეს მოდელი. ეს ავტომობილი მყავს უკვე 3 წელია. გადავწყვიტე რომ ამესრულებინა ბავშვობის ოცნება. აი ეს თამაშები Need for Speed Underground 2 რაც გამოდიოდა იმ წლებში, როდესაც ვიყავი ძალიან პატარა და ყურებადი იყო და სახალისო სათამაშო იყო ეს თამაშები ჩემთვის. ძალიან ისეთი უცხო ვიზუალი მქონდა სხვა მანქანებთან შედარებით და აი მაგის მერე ამოვიჩემე და გადავწყვიტე რომ ყოლოდა 350 Z. ცოტა მალე ამიხდა ეს ოცნება. Z-ის ტექნიკურ მხარეს რაც შეეხება ვიზუალურად არის უცხო, მე ვფიქრობ, ან ნაწილები შოუნადია. საქართველოში შეგვიძლია ვიშოვოთ მიდის Nissan Skyline-ის ბევრი დეტალი, Infiniti G35-ის ძალიან ბევრი დეტალი მიდის. ასევე ძრავიც კი ერთი და იგივე აქვს, გადაცემათა კოლოფში არის ცოტათი სხვაობა. მაგრამ ექსტერიერს რაც შეეხება, ექსტერიერი მოდი შევთანხმდეთ იმაზე, რომ ძალიან რთულია შევნა. თუ ვინმე ჩემს მეგობარს მივაკითხავ და თავის მანქანაზე მოუხსნი ამე დეტალს, რომ დაშლილები არ არსებობს 350 Z-ის. მე ვფიქრობ, რომ არა მარტო ჩემი ფავორიტი ავტომობილი შეიძლება იყოს 350 Z. არიან კატეგორიები, რომლებმაც არ იციან რას მართავენ, რამხელა ისტორიის მქონე ავტომობილია და რამხელა პოტენციალი აქვს ამ ავტომობილს. ანუ უბრალოდ შეიძლება ვინმე სყავდეს იმისთვის, რომ იყოს სატრანსპორტო საშუალება. როდესაც 350 Z-ს შეხედავ როგორც სატრანსპორტო საშუალებას, დამიჯერეთ ყოველთვის გაწყინინებთ. არ დაგზოგავთ. ამას შეიძლება სხვანაირი მოხმარება, სხვანაირი ყურადღება ჭირდება. ბევრად ფაქიზია ვიდრე სხვა ავტომობილი. და ისევ და ყოველთვის ვიტყვი, მე ამ ავტომობილით ავიხდინე ჩემი ოცნება. ყველაზე მეტად მიყვარს, ყველაზე მეტად ვაფასებ ავტომობილებში, რაც კი ოდესმე მყოლია და ალბათ მეყოლება. ნუ რაც შეეხება ჩემ ავტომობილს, რატო გადავწყვიტე, ბევრს აინტერესებდა Ford Focus-ის ყიდვა. ნუ ეს ავტომობილი არის სპორტული ხასიათის, არის ST მოდელი, სპორტ ვერსია და საქართველოში მე რაც ვიცი, კუპე ყავს მარტო მე. ჯგუფიც კი გავაკეთე, რომელზეც ძალიან დამცინეს ბიჭებმა Ford Focus-ის საქართველოს ჯგუფი. ST ჯგუფი, სადაც ვიყავი მარტო მე. ალბათ ეს იყო ის მნიშვნელოვანი ფაქტორიც, რატომაც შევიძინე ეს ავტომობილი. არის ძალიან უცხო და საქართველოში მე სხვა ვერ მოვიწია. ანუ გამოცდილეთ ერთი ავტომობილი მყავს. ეს კონკრეტული მოდელი და ვერსია. ამ ავტომობილს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. ეს ავტომობილები გამოდიოდნენ RAL-ზე თავის დროზე. ამ ავტომობილს ყავს ასევე RS ვერსია, რომელიც არის 4-ვე წამყვანი და რომელიც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა დღესდღეობით. ბიჭებისგან განსხვავებით ეს ავტომობილი საკმაოდ კომფორტული არის და ქალაქში გადაადგილებისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ანუ არ არის დამღლელი როგორც შორგზაზე, ასევე ქალაქში სამოძრაოდ, საკმაოდ კომფორტული მანქანა არის. რაც შეეხება ბიჭების ავტომობილებს, დანოს საკმაოდ ტოქსიკური ურთიერთობა აქვს ავტომობილებთან გამომდინარე იქიდან, რომ სულ აწყობის პროცესში არის. როცა არ უნდა კითხოს, სულ აწყობს ავტომობილს. აი, ვერ ხვდები როგორ შეიძლება აწყობდი ავტომობილს და მე არ იღებდი ამ ავტომობილისგან სიამოვნებას. სიამოვნების მიღებაში გულისხმობ რა, თუ არ წახვედი შეჯიბდი, თუ არ იარე, თუ არ დაიხარჯე ტრეკზე, სპორტული ავტომობილის ყოლას რა მნიშვნელობა აქვს მაშინ, ხო? ირაკლი სხვანაირად მოიხმარს და ბოლომდე იღებს იმ რესურს ავტომობილისგან, რაც ავტომობილს გააჩნია. ესე ვარ მეც, შეიძლება ზედმეტადაც კი ვცდილობ ხოლმე რომ ის რესურსი გამოუწურო, რაც რეალურად არ აქვს ხოლმე ავტომობილს. ირაკლი ძალიან დიდი რესურსი ჩადო თავის ავტომობილში, როგორც ფინანსური, ასევე ფიზიკური და ვფიქრობ, რომ
ამოიღო 100%-ით ამ ავტომობილისგან ის ყველაფერი, რაც აქვს ჩადებული მასში. საკმაოდ დახვეწილი ავტომობილი გამოვიდა საბოლოოდ, იმიტომ რომ ყველაფერი შეცვალა დაწყებული ტექნიკური კუთხით, დამთავრებული ვიზუალური კუთხით. ერთადერთი ავტომობილია, მე მგონი, ამიერკავკასიაში მსგავსი პროექტი, რაც განხორციელებულა და მართლა დასაფასებელია. გიორგი სულ ეხმარებით ხოლმე იმაზე, რომ აი აწყობ მანქანებს აწყობ და მე ყიდის. პირველი Honda როცა იყიდა, 4 წელი აწყობდა. ოღონდ ამ 4 წლის განმავლობაში მანქანას რა გაუკეთა მართლა ვერ მივხვდი. აი ბოლოშიც არ იყო გასული, მე ისევ ძრავი დასტუკა და გაყიდა. მე იყიდა ინტეგრა, რომელიც ეგონა სილვია. და ეხლა ეს ინტეგრას რა თქმა უნდა დასტუკა და ეხლა აწყობს. ეხლა 4 წელი უნდა აწყოს, მე უნდა გაყიდოს და მე კიდე რაღაცა უნდა იყიდოს. აი დავიტანჯეთ, იმიტომ რომ დანოს როცა ურეკავთ ხოლმე რომ აი რა შვები სად ახარ, მანქანას ვაწყობ. როდის რჩება აი ერთი სული მაქვს, რომ ერთხელ დაურეკავ და მითხრას რომ აი მანქანის აწყობას მორჩი. ვოცნებობთ ამ დღეზე, მაგრამ არ მოდის. დაგიბრუნდით სტუდიაში და ძალიან საინტერესო თემას და სტუმარს მოვიხილავთ, რომელიც ყავდა ირაკლითან. რუსკა ქარქაშაძე. როგორ ჩაიარა გადაღება? ძალიან თავისუფლად, მარტივად, ლაღად, ზედმეტი აქცენტი არ ქონია გადატანილი, მათ შორის მეც თავი ვიბრძენი ჩვეულებრივ მიტინგზე, ესე რომ ვთქვა, შვიდად ვიჯექი, ხო, ამ პატარა გოგომ ისე თავისუფლად იმოძრავა აღმაშენების ხეივანზე და არც ისე ნელა, ანუ სწრაფი მანევრებით და ასე შემდეგ. ძალიან მომეწონა მისი მართვის სტილი. სხვათა შორის ძალიან გაუხარდა, რომ აი გადაცემაში მოვიწვიეთ. ერთ სული ქონდა, როდის გადავიღებდით მან გადაცემას და ძალიან სწრაფად მოფრინდა და მოვიდა. ძალიან კარგი. როგორ გვინახა? მოდი ყველა ერთად ნახოთ BMG Autos ახალი რუბრიკა ინფლუენსერის ავტომობილი. დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარია, ყველასათვის ცნობილი და საყვარელი გოგონა რუსკა ქარქაშაძე. სულ ცოტა ხანში ის მოვა თავისი კუთვნილი ავტომობილით. აბა ვნახოთ რა ავტომობილი ყავს შერჩეული რუსკას. Hola. შენ როგორ ხარ? წავედით. უსაფრთხოების ღვედი და წავედით. მანქანა საკუთარი Fiat 500 რატომ და არა სხვა? იცი რა არის? პირველ რიგში ძალიან მომწონს, ძალიან მელამაზება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად მომწონს დიდი მანქანებიც. გოგოებს ზოგადად ეგ მოსწონთ, რომ მაღალზე ზიან და დიდი მანქანები მოსწონთ ვიზუალურად. კი, დიდი მანქანები მომწონს. მიუხედავად ამისა, ეს არის ძალიან კომფორტული. ანუ ბევრ ჩემ მეგობარს ყავდა ძალიან და რომ მირჩიეს, რომ ყველგან აპარკინგებ, არანაირი პრობლემა არ გიქნება, თან ის სპორტი არის და ანუ საცობებშიც ძალიან მარტივი. სპორტული ხასიათის მანქანა არის. ხმაზეც ეთქვა, ხმაზეც ეთქვა. ეს ხმა შენ დაუყენე თუ ესეთი იყიდე? ეს მე გავუკეთე. გაუშვების სისტემა შეცვალე, ხო? კი, რაღაც იქნება. სპორტული ხასიათი რომ მიიღო. კი ბატონო. იტალიურად ამ მოდელს იცი რა ქვია? ამ მოდელს იტალიურად Fiat? აბა თუ გამოიცნობ. 500. მართლა? ოკეი. გასაგებია. ანუ ადამიანს რო კითხო ვიღაცას, აი 500 მყავსო, წარმოიდგინოს რა 4 ძველს. ხა. ამისი წინამორბედია ეგ. აი უკან ჩემი მეგობრები რო სხედან ხოლმე და სხვა შორის ამ მანქანაში პატარა მეგობრები ყავს ხო? არა, ხო და მაგას ვიძახდი ზუსტად. ერთად ვიჯდა რა, ალბათ 1-7 ადამიანი დაიჭერებ. აი მე
აი ეგრე. ჯამში 7 ვისხედით და უკან უფრო იგრძნობა პატარა რო არის რაღაცა ოდნა მაინც ეს ბჭალები იამკაში თუ ჩააგდებ ეგრევე აყანყალებს, მაგრამ ზოგადად ძალიან არ მომწონს ხოლმე ეს რაღაც სტერეოტიპი რო არსებობს გოგო მცხოველებთან დაკავშირებით. ხო. რო აი ეს რა გოგოზის საჭესთან და რაღაცა მაინც შაბეჭდილება აქვთ რა უნდა იჯდეს გოგო აი ესეთ რაღაც. ხო არის ხოლმე ბევრი ვიდეო შემინახავს. მე იცი რას დაუბრალები მაგ ყველაფერს. მასწავლებელი ვინც გასწავლის ავტომობილის ტარებას ძირითად შემთხვევებში არიან მეუღლეები, შეყვარებულები და ასე შემდეგ. ზაბავენ როგორ საჭესთან რა. მამა ჩემი აღმოჩნდა უკვე მარცხოწობა რო ავიღე, ჩვენ მარტო არ მიშვებდა ხოლმე ქალაქში. და ესე მივიждებოდა ხოლმე თუ ერთად მივიდიოდით სადმე, ყოველთვის გვერდით მივიდებოდა და მე აკეთებდა საჭესთან და ნუ მიყურავდა და ისე მშვიდად მიხსნიდა რაღაცებს. ისე მშვიდად რა, აი ყველაფერი, ნუ რო ყველა შეცდომა ხა მოსულა ხო, ახ თავიდან რო სწავლობ, რა თქმა უნდა. და ნუ ყველაფერს აი ძალიან მშვიდად, ძალიან წყნარად მიხსნიდა რა და ეს ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს. დედაჩემსაც მამაჩემ ასწავლა მაგალითად მანქანის ტარება და სულ აღნიშნავთ ხოლმე ამას ოჯახში რა. ზუსტად, რომ ძალიან კარგი მასწავლებელია, მშვიდი, წყნარი ნერვებით, ესე საათობით მეჯდა ხოლმე გვერდით და ესე მატარებდა მანქანას რა და ეგ ძალიან მოქმედი. მეგობრებსაც კარგი ქონია. როგორი მძღოლი ვარ. ძალიან კარგი, ძალიან თავისუფლად ატარებ ავტომობილს. უსაფრთხოდ და ბევრ შემთხვევაში მე იცი რას ვამბობ. არ არის ნელა ბევრს გორეა რაც რომ დაბალი სიჩქარით მოძრაობს. უფრო სწორად და სწორად და უსაფრთხოდ. აი ზუსტად ეგ შეკითხვა დაგისვის საცობის წარმოქმნელი მიზეზი. ზუსტად ეგ არის. არასწორი მანევრი, ზედმეტად შენელებული სიარული. ეს ყველაფერი ზემოდან რომ ნახო, აი დრონით რო გადაიღო, საცობი როგორ იქნება, ხო? აი დაინახავ ერთი მანქანა ცოტა ნელა წავიდა, შენელდნენ და დაახლოებით მე-6 მანქანა უკვე ადგილზე დგას. აჰა. დიდი მადლობა დროისთვის, წარმატებებს გისურვებ. მადლობა შენ. ჩვენი რუბრიკის სტუმარი იყო რუსკა ქარქაშაძე, ძალიან აქტიური და საყვარელი ადამიანი და მათ შორის უკვე ძალიან გამოცდილი ძღოლი გოგონა. მადლობა. წარმატებები კიდევ ერთხელ. დაგემშვიდობები, მადლობა დროისთვის. მადლობა შენ. აბა, კარგად. კარგად. გადავიდე ჩემი მანქანიდან. ამას ჩამისვავე ზუსტად ის. ძალიან საინტერესო დიალოგი გქონდათ შენ და რუსკას. ისე კარგად კი ატარა, ცოტა შემეშინდა კიდევ. შენ თუ შეგეშინდა? ანუ არა. მე მომწონს ჩემთან ეშინია ხო? ხო, მე მარტო ნიკასთან მეშინია. კარგად ატარა, საჭეს ფლობს ძალიან კარგად. დაახლოებით 5 წლის თავზე შეიძლება ძალიან კარგი და პროფესიონალური მძღოლიც კი გახდეს. ძალიან საინტერესოა. ბიჭო, ერთი კითხვა მაქვს. მანქანაში რამე გინთებ? ჩემს პირად მანქანაში ყველაფერი. Nissan-ს გულისხმობ. აი, შენ? მე არაფერი საერთოდ. აი, ქემში არაფერი არ მითებს. ხო, მეც არაფერი არ მითებს, ჩეკ მაინც ხოლმე ზოგჯერ გამონათება რა. ბენზინმა? ამ საწავის ფასი. ანუ ჯერ ეგინთება და მე დარჩენილი. ან ჯერ ეგინთება და მე ხრება მაგალითად. მოვამზადეთ ერთი კიდე ძალიან საინტერესო სიუჟეტი, ყველაზე გავრცელებული ავტომობილის ხმები და რა ანთებს კიდე ასევე ყველაზე ხშირად ჩვენ ინტერესოა, საინტერესოა. ძალიან საინტერესოა ამ თემას მე ნელ-ნელა განვავრცობთ კიდე და მიუყვებით რა ნატურებით აქვს ავტომობილს იმის მიხედვით შემოგთავაზებ და არ ბევრს ვიცი რომ იზოლაციებია გადაკრული რომ არა აუთოს ჩაქრობის ტექნათვალერება ნატურის ამოსვლას. გაიაროს ტექნათვალერება აი ყველაფერს აკრავენ შინ ზოგი ნატურას იღებს ზოგს ის რაც დამწვარი მოდი მაგას მოეთმოთ მაინც ინსპირაცია არ მივცეთ ამით ნახოთ სიუჟეტი და დაგიბრუნდებით სიუჟეტი ნახოთ სიუჟეტი რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ავტომობილებიც გველაპარაკებიან, ოღონ თავიანთ ენაზე. ეს შეიძლება იყოს ხმოვანი ან ვიზუალური გამოსახულება ავტომობილის მაჩვენებელის დაფაზე. გაგაცნობთ ყველაზე გავრცელებულ მანიშნებელ ნიშნებს. TMPC, იგივე საბურავის წნევის მაჩვენებელი. ეს ნიშანი მიუთითებს, რომ თქვენი ავტომობილის საბურავში არსებული წნევა არის არასაკმარისი. მეორე გავრცელებული ნიშანი არის ეგრეთ წოდებული ჯინის ლამპარი. რომელიც არც თუ ისე კარგის მომასწავებელი ნიშანია მისი ფერიდან გამომდინარე. ნიშანს თუ ყვითელი ფერი აქვს, ეს ნიშნავს, რომ ზეთის სისტემაში ზეთის რაოდენობრივი ან წნევის ნაკლებობაა. ხოლო თუ წითელი შეფერილობა აქვს, ეს მიგვანიშნებს, რომ ავტომობილის ძრავის სისტემაში კრიტიკული პრობლემებია და ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ავტომობილის ადგილზევე გაჩერება, ძრავის გათიშვა, ავტომობილის ევაკუატორით გადაყვანა სერვის ცენტრში და შემდგომი დიაგნოსტიკა პროფესიონალ გუნდთან.
მესამე ასევე გავრცელებული ნიშანი არის ეგრეთ წოდებული check engine, რომელიც მიუთითებს ძრავის ელექტრონულ ან მექანიკურ სისტემაში გაუმართავობას. ნებისმიერი დარღვევა, რომლის ინდიკაციაც ხდება შესაბამისი ელექტრონული მართვის სისტემებით. პრობლემა შეიძლება იყოს მცირე, ნაკლებ კრიტიკული ან საკმაოდ კრიტიკულიც კი. საჭიროებს შესაბამისი სპეციალისტის ჩართულობას პრობლემის დადგენის მიზნით. ნებისმიერი უხმო ხმა, რომელიც სტანდარტულ რეჟიმში სმენით აუქმელია და კონკრეტულ მომენტში შესაძლებელია გახდეს აღქმადი, მოითხოვს სპეციალისტის ჩართულობას. უცხო ხმის წყაროდ შეიძლება მივიჩნიოთ რამდენიმე კვანძი, რომლებიც დაზიანების შემთხვევაში საკმაოდ უხეშ და ყურისთვის აღქმად ხმებს გამოსცემენ. მათ შორისაა ყუმბარის დაზიანება. ამ დაზიანების დროს მისი დაზიანების აღნიშნული ხმა აღქმადი ხდება საჭის მარჯვნივ ან მარცხნივ უკიდურესად აღების შემთხვევაში. ხუნდებიდან წამოსული ხმები ბევრისთვის იქნება ნაცნობი და მიუთითებს იმაზე, რომ თქვენი სამუხრუჭე ხუნდები შესაძლებელია იყოს შესაცვლელი ან გადახურებული. ან საქმე შესაძლებელია გქონდეს უხარისხო ხუნდებთანაც კი. რა შემთხვევაშიც აღნიშნული ხმაური მომხმარებლისთვის აღსაქმელი ხდება და ეს ხმები გამოიხატება ზოგ შემთხვევაში წრიპინში და ნებისმიერ სხვა უცხო ხმაურში. მესამე საკმაოდ მძიმე დაზიანების მომასწავებელ ხმად შეგვიძლია მივიჩნიოთ ძრავის კრიტიკულად წყობრიდან გამოსვლის მკვეთრად გამოკვეთილი ხმაური, ეგრეთ წოდებული სტუკის ხმა. რომელიც გამოიხატება უჩვეულო, რითმულად გამოკვეთილ კაკუნში. ამ ხმის გაგონების შემდეგ სასწრაფოდ უნდა გააჩეროთ ავტომობილი და ჩააქროთ. ავტომობილის შემდეგი გადაადგილება და მუშაობა დაუშვებელია. შესაბამისად, აღნიშნული პრობლემის მოგვარება მხოლოდ კვალიფიციური სპეციალისტის მიერ უნდა განხორციელდეს, რომელიც გამომწვევ მიზეზებს დაადგენს და აღმოფხვრის პრობლემასაც, რომელიც არც თუ ისე იაფიჭდება. დამთარილი დაგვიდგა. ნელ-ნელა აცივდა, ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც ნებისმიერ ტექნიკას და ადამიანს ჭირდება, რომ გადაინაცვლოს ზამთრის მოუძე, ესე რომ ვთქვათ, ავტომობილის პირველ რიგში რა ჭირდება? საბურავი რა თქმა უნდა. ზამთრის საბურავები. მოდი ისიც ვთქვათ, რომ საბურავებს აქვს ვადა და ვადაგასული საბურავიც ზუსტად იგივენაირად არის. კი, ვადაზეა დამოკიდებული, ვადაზეა, რამდენად გაცვეთილია, რამდენია წნევა საბურავში, ბევრი რაღაცა არის. ძირითადად ზამთრის ვარიანტში წნევა ატმოსფერო უნდა იყოს 1 და 8 ალბათ ზამთარში, რომ იდეალური ტონუზის. მე კითხავთ ესე ეხლა ის რაღაც ზაფხულის საბურავსა და ზამთრის საბურავს შორის რამდენი მეტრი იქნება სხვაობა? 20 მეტრი. 20 მეტრი და შეიძლება. მეც ვფიქრობ, რომ დაახლოებით 20 მეტრი იქნება სხვაობა, მაგრამ აღვნიშნავ იმ ფაქტსაც, რომ გააჩნია მძღოლს, რამდენად გამოცდილი არის. ჩვეულებრივად ვაწვევით მუხლს და აბეს უკვე თავისთავად შევა. მე ვფიქრობ, რომ დაახლოებით 20 მეტრი იერტის ვეთახმ. ესე ვფიქრობ. ნახოთ სიუჟეტი. მოგესალმებით. დღეს გვაქვს ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი. ყავს ორი ავტომობილი, რომელიც თეკეტამ სპეციალურად მოამზადა ჩვენი ტესტისთვის. ერთზე აყენია ზამთრის საბურავები, მეორეზე აყენია ზაფხულის საბურავები. დღეს ჩვენ მივდივართ რუსთავის ავტოდრომზე, სადაც გავტესტავთ ამ საბურავებს და გავზომავთ სამუხრუჭე მანდილს. მოკლედ, ეს არის ჩვენი ტესტის შედეგი. ზამთრის საბურავებით აღჭურვილი ავტომობილი და ზაფხულის საბურავებით აღჭურვილი ავტომობილი. მინდა ვთქვა ისიც, რომ სამწუხაროდ თოვლი ვერსად ვერ ვნახეთ, ვერც ყინული ვერსად ვერ ვნახეთ, ამიტომ შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად შეგვექმნა თოვლის და ყინულის იმიტაცია. რამდენად გამოგვივიდა, არ ვიცი, მაგრამ შედეგი სახეზე არის ზამთრის საბურავებით აღჭურვილი ავტომობილი და ზაფხულის საბურავებით აღჭურვილი ავტომობილი. ეს მანძილი ყინულზე და თოვლზე და რეალურ პირობებში შეიძლებოდა უფრო
ასე ვთქვათ, დიდი ყოფილიყო და დღეს ჩვენ ვიმყოფებით რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, სადაც ამ ყველაფრის ასე ვთქვათ, უსაფრთხოდ გატესტვის საშუალება მოგვეცა, მაგრამ როდესაც გადაადგილდები ისეთ ადგილას, სადაც შენს გარდა სხვა ადამიანებიც მოძრაობენ, ცოტა უფრო სახიფათო არის ეს ყველაფერი. ასე რომ, ჩემი რჩევა იქნება და BMG ავტოს რჩევა იქნება, რომ ვეცადოთ არ ვიმოძრაოთ ზამთრის სივ და სუსხიან ამინდებში ზაფხულის საბურავებით, იმიტომ რომ ამით არა მხოლოდ ჩვენ თავს უქმნით საფრთხეს, არამედ გარშემო მყოფებსაც, ვინც გადაადგილდება ჩვენთან ერთად გზაზე. დღეს ჩვენ ყავს გრანდიოზული და ესეთი კარგი, სახელგანთქმული და ყველასათვის ცნობილი ადამიანი, ბატონი მეულოდ მელადი. ასევე სიახლეებით. ძალიან ბევრი სიახლეები ექნება ადამიანი რამდენიმე დღის წინ ეგვიპტიდან ჩამოვიდა. ყველგან არის. ყველგან აი მეულოდი უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველა სფეროში არის და სადაც რაღაცას დააპირებს, ყოველთვის ბოლომდე უყარს საქმის მიყვანა რა და ეხლა ძალიან დიდი წარმატებები მინდა უსრო ვინო არენას მშენებლობაზე, სადაც ადამიანმა მთელი მაქსიმალურ თავის რესურსი ჩადო თავის მეგობრებთან ერთად. მოდი ბატონო მეულოდი დავტოვოთ ნიკასთან ერთად. თქვენ გადაშეგილეთ გადაინაცვლოთ მანქანებთან და მე შემოგიერთდებით ცოტა ხანში. კარგი. კარგი, დავტოვეთ მეულოდთან ჩვენ მე შემოგიერთდებით ცოტა ხანში. კარგი. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია პროფესიონალი ავტომრბოლელი მელუდ მელაძე. გამარჯობა, მადლობა პირველ რიგში სტუმრობისთვის. გამარჯობა, მადლობა პირიქით მოწვევისთვის. ბატონო მელუდ, როგორც ვიცი, წინა კვირას ჩატარდა Red Bull-ის Car Park Drift-ი, რომელზეც წარდგენილი იყო საქართველოს ასევე. რაღაცა პრობლემები იყო, თუ არ ვწდები, აი უფრო რომ მოუყვეთ მაყურებელს რა მოხდა და რა პრობლემების წინაშე ვიდექით. ხო, რბილად ნათქვამია რაღაცა პრობლემები კი არა, სერიოზული პრობლემები იყო იქ. ანუ თემა იყო ესეთი. გადამზიდმა კომპანიამ ჩამოიყვანა ეგვიპტემდე ავტომობილები, ანუ ჩვენი მრბოლების ავტომობილები, ნოდოკოდუა და ვახუხურძიძე იყო წარდგენილი, იმიტომ რომ ერთსაც და მეორესაც 2 წლის განმავლობაში ორივეს ჰქონდა მოგებული და ვინაიდან 1 წელი ამოვარდა და არ ჩატარდა ეს ფინალი, ამიტომ ორივე მონაწილე იყო წარდგენილი. და სხვადასხვა ქვეყნებიდანაც ასევე გამარჯვებულები, ანუ 2 სეზონის განმავლობაში გამარჯვებულები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ფაქტი ის იყო, რომ სხვებმა წინასწარვეც გამოიკვლიეს, რომ ეგვიპტეში მანქანის ჩაყვანა თურმე არც თუ ისე იოლი საქმეა. და ჩვენ მაინც გავრისკეთ რა, რომ ჩავიყვანოთ მანქანები და ვნახოთ როგორ იქნება, იმიტომ რომ ჩვენთან ერთად სხვებმაც გარესკეს, ვინც ახლა იქ იყო მონაწილე. მანქანები ჩავიდა ეგვიპტეში, მაგრამ მარტო ჩასვლა არ ყოფილა თურმე, ანუ ჩასვლასაც დაახლოებით 1 კვირით ადრე უნდა ჩაიყვანო მანქანა, რომ საბაჟოდან გამოყვანა მოახერხო როგორმე. მიუხედავად იმისა, რომ მთელი სახელმწიფო ჩინოვნიკები ჩაერიენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, თურმე იქ მეორე რაღაცაც ხდება რა, ანუ ყველას თავის ადგილზე და პოზიციაზე ფული აქვს გადახდილი, იმ პოზიციაზე არის. შესაბამისად გამოიმუშავებს იმ ფულს, ანუ ვერც მინისტრი, ვერც ვერაფერი ვერაფერს ვერ ეუბნება, იმიტომ რომ ის იქ იმითვაა, რომ ეს ფული გადაიხადა და ის ფული უნდა მიიღოს რა. ანუ მთელი თემა ესე შედგება. მოკლედ საბოლოო ჯამში შემოთავაზებები რო გააკეთეს თავიდან რამდენი უნდა გადამიხადო რაღაც ისეთი ასტრალური ციფრები იყო. გადამზიდმა კომპანიამ რა თქმა უნდა თავიდან არ გადაიხადა, იმიტომ რომ რას ქვია, ესე ოფიციალურ მსოფლიო ფინალზე ვარ ჩამოსული. ესე გადაიხადა გადმოიღა სად არის, ნუ ეს იყო ერთ-ერთი კიდე შეცდომა, თურმე იქ რო გეტყვიან გადაიხადე, უნდა გადაიხადო კი არა, უნდა გაიხადო კიდევაც, სხვა არ გამოდის. მოკლედ გაჯანჯილდა და ნუ ეხლა მე რომ ნახე რომ გაჯანჯილდა და უკვე პროცესებს დავაკვირდი, იმიტომ რომ იქ ჩავრთეთ სასწრაფოდ დაურეკეთ ჩვენს ელჩს. მერე სასწრაფოდ დაურეკეთ იქაურ ვიღაც სპორტის მინისტრის იქაური ფედერაცია ჩაერთო, ანუ ყველა და ყველაფერი ჩაერთო, ვინც კი შეიძლება ჩართულიყო და ნუ ამათი პასუხების მიხედვით მივხვდი რომ თლად კარგად საქმე მაინც არ ქონდა. ანუ ყველა შემთხვევაში გვჭირდებოდა რაღაც გეგმა B. და ეს გეგმა B და დავიწყე იქ მოძიება ხალხის, მე თქვი აბა ვინ სად რა, როგორ იქნებ მანქანა, ან ვიქირავთ, ან ვითხოვოთ, ან რაღაცა ვქნათ რა. ანუ გააჩნია როგორი ხალხია თემა ეს იყო. მოვდექით რაღაცეები და აღმოვაჩინე აბსოლუტურად შემთხვევით იქ ვინმე ადგილობრივი იქ ტიპი ვიღაცა X ტიპი, რომელზეც მითხრეს რომ ეგ თუ იშოვის, ეგ იშოვის. მივედი შევხედე რაღაც ჩაოლებრივი ტიპია რა. ნუ არ ეტყობა რა, რომ ეს რაღაც ისეთია, მარიფათიანი ან რაღაც ეგეთია და
მაინც რადგან მითხეს რომ ეგო მეთქი ესე კიო რაღაცას რომ მივდგები 2 წუთში პასუხს დაგიბრუნება და ავედი გავაგრძელე რა მეთქი ხა ეს ის არის რა უბრალოდ ეთყობა ამათზე ძლიერი არის 2 წუთში სანამ მე ვიღაცებს ვლაპარაკებ ხარზე ხელს მირტყავს რომ 3 მანქანა ვნახეო მეთქი ერთი როგორ ნახე მეთქი აი ინსტაგრამზეო რა მოწერო და ვნახეო და მეთქი მანა ერთი ინსტაგრამზე ვინ ხარ ახარ მე გაჩვენებ მაგას ვინ არის და რა არის და აღმოჩნდა რომ მილიონ რაღაც ფოლოვერები ყავს რა ამ ვიღაც X ადამიანს ხო ანუ ყველას იცნობს ყველა მაგისთვის ანუ აფანატებენ ამ ტიპზე და ნუ მანქანაზე რო დაწერა რომ ესე უცებ გაჩდნენ ტიპები ვიღაცები ნუ მანქანები შევარჩიეთ იყო ძალიან დიდი ფასები ჰქონდა მანქანის ქირავებას ბოლოსაც ვიქირავე $9,000 დაჯდა მაგ მანქანის ქირავება ხო ეს 5 გარბენი იყო $9,000-თან იმდენი ვივაჭრეთ ფასზე ხო ვივაჭრეთ მოქმედებაზეც იმდენი ვივაჭრეთ რომ ესე იზამ თუ ანუ ფული ჯერ დამიждდება ფული თუ ჯერ გამოხვალ თუ ხელშეკრულება რა აი ბევრი ვივაჭრეთ რა ეს ტიპი თავდებში ჩაგვიდგა იქ რაღაც Red Bull-ის ადგილობრივი ტიპები რაღაც ანუ Red Bull-მა ძალიან ბევრი იშრომა მაგისთვის ანუ ჩვენმა Red Bull-მა ხო იშრომა ხაზზე იყვნენ 2 და 3 ტელეფონებით რომ არიქა და ანუ ყველაფერზე ხელსაწერდნენ რომ ოღონდ ეს ბიჭები გამოსულიყვნენ შეჯიბზე ანუ სხვა გზა რო ნახეს რომ არ იყო რა და ჯამში ნუ ეს მანქანა ვიქირავთ მოიყვანეს ამათ ეს მანქანა საბურებდა რაღაცები იყიდეს დილას ადრე მანქანა ადგილზე მოყვანე ხო ღამე წავედი ვნახე კორპუსის ქვეშ რაღაც გარაჟში ეყენა ეს მანქანა და მეთქი იმუშავებს ანუ გვეყოფა რა ვიზუალურად რო ნახე როგორი ყვაწყობელი მოიყვანეს ეს მანქანა და დილას ანუ ეხლა ვევაჭრეთ უკვე ორგანიზატორებს რომ ჩვენ ბიჭებს შანსი მიცემოდათ რომ ევარჯიშათ რა იმიტომ რომ ყველა წინა დღეს დაახლოებით 6-7 გარბენი მაინც ყველა მიარა ანუ 6-7 გარბენი ნიშნავს ძალიან ბევრს იმიტომ რომ როგორც სტარდება ხოლმე ფინალამდე როგორც სტარდება აი მაგალითად ჩვენთან როგორც იყო ხო საერთოდ არის ციტრასაც საერთოდ არ გიშვებენ მარტო ვიზუალურად ნახავ შედიხარ და პირველივე გასვლაზე გააკეთო ყველაფერი და ანუ იოლად იფილტრება იმიტომ აქვს ეს რომ ანუ ვინც ვერ იზამს გაიფილტრა ფინალისკენ უკვე მე-3 გარბენი გაქვს ფინალამდე და მე-3 გარბენში ასეთ ტრასას ეჩვევი რა იქ წინა დღეს ავარჯიშებენ რა რომ ფინალი ისეთი იყოს რა ანუ ვიზუალურად ხო სანახაობრივი იყოს მაგრამ ჩვენ ბიჭებს არ ვარჯიშიათ დილას შევკვირდნენ რომ 2 გავლას გაგატარებთო და რეალურად არ გაგვატარეს 2 გავლა ანუ ერთი გავლას ჩაგვითვალეს ის რომ გავიდნენ წრეო და არ ტყეს ნახეს და მეორე ის რომ გაიარეს როგორც გაიარეს და ეგ არის და სო ვიწყებთ მორჩაო და მოკლედ არ გაგვატარეს ამიტომ ნუ რეალურად გამოვიდა რა აბსოლუტური ტრიუმფისთვის ჩასული ტიპები ვიყავით იმიტომ რომ არ არსებობდა რა ან ერთი ან მეორე უეჭველი მოიგებდა ამ შეჯიბს აი არ არსებობდა ნუ ეხლა მე რა თქმა უნდა ჩემ გუნდელზე მქონდა მთელი რა ქვია ფსონი ჩასული თან თავისი მანქანით იყო თან განსხვავება კიდე ის იყო რომ ხურძის მანქანა აწყო და პირდაპირ გააგზავნა ანუ ხურძის გამოსtildeება ქონდა დიდი კარპარ დრიფტის მაგრამ თავის მანქანასთან ურთიერთობა არ ქონდა გამოსtildeი რა ამიტომ ფიქრობდი მაინც რომ ნოდოს მეტი შანსი ქონდა მან სიარულის იმიტომ რომ თან ცხელ-ცხელი ნასიარულები იყო აქ და პირდაპირ ევროპის ჩემპიონატზე ნასიარულები იყო და ეგრევე აქ ჩასულა ანუ კარგ ფორმაში იყო კან ფორმის პიკში იყო რა ამიტომ ნუ დიდი იმას ვაკეთებდი ფსონს მაგრამ ნუ თუ არა და როგორც მინიმუმ დამზღვევი იყო დამზღვევი კი არა ნუ თანაბარეული მიეკნებოდათ იქ მაგრამ მაინც ანუ ჩვენი ბიჭები იყვნენ ფავორიტი ერთ პიროვნულად ესე იყო რა და ზოგადად ეჭვიც მაქვს რომ რადგან ჩვენი ბიჭები ფავორიტები იყვნენ იქ არ უნდათ ანუ აზიურ მხარეში საქართველოსთან ჩასული ტიპები ყოფილიყვნენ პოდიუმზე ანუ პირველი სამეულში ორივე ყოფილიყვნენ პოდიუმზე მოდი ესე ვთქვა და იმის ეჭვი მაქვს რომ რაღაც ფორსირებაც იქ მოხდა იმის რომ ეს მანქანები საზღვარზე არ გამოეშვათ ანუ ამის დიდი ეჭვი მაქვს ძალიან მაგრამ ეს ეჭვია ამას დასაბუთებ ვერ დავასაბუთებ ამას მაგრამ ნუ ფაქტმა ესე საჩვენა საბოლოო ჯამში ანუ ეს მანქანა ერთი გავლა გაატარეს ბიჭები და გადავედით აბსოლუტური ფავორიტობიდან გადავედით იქამდე რომ როგორღაც უკვე ფინალურ გარბენში მოხვედრილი ყავით და მე გვებრძოლა პოდიუმისთვის ანუ იქამდე დავედით იზოლებით იმიტომ რომ ნაკირაები მანქანა დიული არ არის ანუ მანქანაზე დაჯდე და პირდაპირ გაიარო თან დრიფტი და თან სანტიმეტრებში ჩაჯდე იქ ნუ აი ფანტასტიკის სფეროა და ეს ფანტასტიკის სფერო მინდა ვთქვა რომ ნოდომ ეს ფანტასტიკის სფერო მაინც შეასრულა იდეალურად გაიარა რამდენი შეიძლებოდა აი მუცხო მანქანით ევლოდა ნუ რა არა ეს მოდების ქურო რომელიც ჩაიშალა ფინალურ გარბენის წინ
და ბოლოის სპირალი ვერ შეასრულა, აი 14 ქულა დაგვაყდა რომ ფინალში ვსულიყავით. არა და 14 კი არა, 34 იქნებოდა ის რომ გაეავლო ფინალური სპირალი და შესაბამისად ფინალში ვერ გადავედით, ესე დასანანი დასასრული ქონდა ამ ყველაფერს. ანუ ავტომობილის პრობლემა იყო საბოლოო ჯამში. კი, ანუ მოდების სკულო ჩაიშალა და ნუ რასიზამდა გაჩერდა მაქან და რასიზამდა მატრახს ხوار და არტყავდა რომ წასულიყო. რამე გეგმები თუ გვაქვს სამომავლო საქართველოში? ანუ დრიფტსაც შეეხება გეგმები ძალიან ბევრია. ანუ დრიფტ მასტერსის მომავალი სეზონის გახსნა საქართველოში და ყოფილიყო, მაგრამ ეს მიმდინარე მოვლენები, პოლიტიკური მოვლენებზე მაქვს საუბარი ჩვენს ქვეყანაში რაც ხდება 20-23-ის გახსნაზე გადაიტანეს აქცენტი, თქვენს რომ ანუ ჯობია ჩაწყნარდეს თქვენს ქვეყანაში ეს რაღაცეები, ანუ არ ხდება პოლიტიკურად კარგი რაღაცეები და აისახა უკვე ეს ჩვენზეც, მაგრამ დრიფტ მასტერსზე ყველა ვარიანტში ანუ გუნდი წარდგენილი იქნება. მინიმუმ ნოდო წავა იმაზე დრიფტ მასტერსზე მე ვფიქრობ რომ პირადად ანუ ამერიკის ფორმულა დრიფტის ეტაპზე წავიდე ანუ ერთი სეზონი ესე მაქვს საგეგმილო იქ გამოვიდე ვნახოთ ორივეს რამდენად მოვერევი თუ ორივეს ვერ მოვერევი მაშინ ფორმულა დრიფტზე წავალ მე და მასტერსზე ნოდო წავა საქართველოს ჩემპიონატი მომავალ წელს ძალიან მძლავრი იქნება იმიტომ რომ როგორც მინიმუმ ლილო არენა უკვე წამოგვეწევა და ლილო არენაზე ბევრი და რთული და ძალიან დახვეწილი ტრასები შეიძლება იყოს. ლილო არენას რაც შეეხება რა ეტაპზეა და უკვე მიწის სამუშაოებს ცოტა ხანში უკვე ჩავამთავრებთ, ანუ გზა დაკვალული იქნება და დახრეშვასაც ჩავამთავრებთ. თუ ფინანსურად წავან, თუ ფინანსები წამოგვეწია, ახლა ინვესტორებთან, ბანკთან, ანუ ყველა მხარეს მუშაობთ. მაშინ შეიძლება ახალწლამდე ასფალტიც კი გქონდეს რა. ეს უკვე კაი სიახლეა. ხო, ანუ გაზაფხულზე ყველა შემთხვევაში უნდა დავიქოქოთ, გაზაფხულზე უნდა დაიქოქოს ლილო არენა. კიდევ ერთი რაღაც რაც მინდა რომ ბარემ თქვა, ერთი დღე ყველა შემთხვევაში, ანუ ეს ძალიან მინდოდა რომ ესე გამეკეთებინა და როგორც იქნება მაგის საშუალება ახლა უკვე მომეცემა, როცა ლილო არენა იქნება, ლილო არენაზე ერთი დღე, ანუ 13 რიცხვი ყველა თვის 13 რიცხვი იქნება უფასოდ შემოსვლა ლილო არენაზე. ანუ ის რაც ხო ჯინოსთან ვიკრიბებიან და იქ არის ერთი ამბავი და შემდეგ კამერა დააყენეს ახლა უკვე და რაღაც მაგას ვერ აკეთებენ, ანუ ამ ხალხს შეიძლება მოვიდნენ იქ და ერთი დღე გაერთონ როგორც უნდა. 13 რიცხვია, იმიტომ ავიღე 13 რიცხვი რომ ჩემი ფავორიტი რიცხვია, მეორე იმიტომ რომ ყველაზე ამახსოვრდება ძალიან მარტივად და მე მესამე საერთოდ არ მაინტერესებს შაბათი იქნება კვირა თუ ორ შაბათი, ანუ 13 ნიშნავს რომ იქნება 13. იმაზეც მინდა კითხოთ, ანუ ეს 100 ლარიანი გამბაჟებების თემა რო იყო, რამე სიახლე გვაქვს ამასთან დაკავშირებით? კი, როგორ არ გვაქვს. ეხლა გუშინ მივიღე ბოლო გაშალაშნებული საბუთები. ანუ ეს რო პროცესი დაიქოქოს უკვე და ჩემი წერილს ელოდებიან ეხლა რომ უკან დაუბრუნო პასუხი ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები ამ გაშალაშნებულს, მაგრამ ერთი ნოც არის რა. იქ ანუ მაინც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩადო ისეთი პუნქტები, რომელი პუნქტებიც მაინც არ მხიბლავს სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ სპორტული ავტომობილები ესენი არის, ნუ ავტომობილია და სტატუსს იღებს ავტომობილი და არა რომელიმე კერძო პირი, ანუ თუნდაც ორგანიზაცია. თუ ჩვენ სპორტულს მივანიჭებთ ავტომობილს, ხო, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ავტომობილი უკვე სპორტულია. ანუ როგორ გაშეცვლია, ახლა ვიღაცას რომ ნობელის პრემია მისცე, მიეს ესე პრემია უკან ხო არ წახართ. ანუ იგივე არის ავტომობილის შემთხვევაში და იქ ბევრი ისეთი პუნქტები არის, რომ მძღოლის ქცევაზე შეიძლება იყოს დამოკიდებული, რომ სტატუსი წაართვა უკან, ხო, სტატუსი დაკარგოს რა. ანუ ეს გარკვეულწილად მექანიზმი დევს ალბათ რომ ვიღაცამ არ გამოიყენოს სახული გქონდეს სპორტული ავტომობილი ან მაგრამ ნუ ეს თემა გასავლელი მექნება მაინც ანუ შემიძლია რომ ეხლა ორ კვირაში დავასრულოთ ეს პროცესი ისე როგორც არის რა შემოთავაზებაც არის საბოლოო იმათი მხრიდან იმიტომ რომ ბოლო წერილია უკვე ეს ან უნდა ვიმუშაო ამ მიმართულებით ცოტა ხანი კიდე რომ იქნებ ეს თემები გავშალო ნახოთ ეხლა ამ გადაწყვეტილებას მარტო არ მივიღებ მაინც ფედერაციაში შევიკრიბებით გამგეობა და განვიხილავთ ამას რომ მარჯვნივ წავიდეთ თუ მარცხნივ ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, გისურვებთ წარმატებებს და ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. მადლობა თქვენ. ისე რა მაყიდინა ამას ეს ავტომობილი? რა დაწყვეტინა, არ ვიცი. თან ჩვენ რო არ გითხრა ის. რამდენჯერ გააკეთა თუ გახსოვს? წააბერჭი. წააბერჭი. სულ ფუჭდება, სულ რაღაცა ემართება. ვიცი როგორ რაღაცები ემართება, ტექნიკურად არაფერი არ მოსდის. აი, მაგალითად, სულ საბურავი უსკდება, სულ რაღაცა გიტარა გაუნა. მე მგონი რომ ნიკას გრალია. დისკი გატეხა. ეს არ არის დამოკიდებული ავტომობილის გამომართლობაზე, ეს არის ხარვეზე უბრალოდ. ეს არის დამოკიდებული ვინ ეპყრობა მას. აი
ცოტა ტოქსიკური ეს ურთიერთობა. სიუჟეტით სადაც გადაიღო, მე შემეცოდა პირადად. ეგეთ რაღაცა. არა, ნიკა, შენს მანქანაზე საუბრობდით. ო, აღნიშნეთ, ხო როგორი კარგი. კი, ძალიან კარგია. ორივე ძალიან კარგები ხართ, მაგაზე საუბრობდით. მადლობა, ძალიან საინტერესო ინტერვიუ გქონდა ბატონ მელუთან. ხო გითხარი, საინტერესო ამბებით არის მოსული თქო. პროექტები სამომავლო და ველოდებით მოუთმელად სულ ყველა ამ პროექტების განხორციელებას. გვერდში უნდა დაუდგეთ, რას თავარია მაგ ოქრო ადამიანს. კი. მოკლედ, მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. არ დაგავიწყდეთ, რომ დალაიქოთ ჩვენი ვიდეო, გამოგვიწეროთ YouTube-ზე, TikTok-ზე, Instagram-ზე და დაელოდეთ ჩვენ მომავალ სერიებს. მომავალ შეხვედრამდე.